გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. აი დღეს, რა თქმა უნდა, პარასკევია და რა თქმა უნდა 4 საათი, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. ჩემი არაჩვეულებრივი რადიო სივრცის ეთერში, რომლის FM სიხშირეა 98.5 და კახეთში 102.3 და აუცილებლად უნდა ასევე გვიყუროთ და თვალყური გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. დღეს ძალიან აქტუალური თემა მაქვს. აქტუალური ყველა ქალბატონისთვის და განსაკუთრებით 50+ ქალბატონებისთვის ეს არის მასაჟი და საოცარი სტუმარი მოვიწვიეთ დღეს, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს თუ რა ტიპის მასაჟი უნდა გავიკეთოთ და რა თქმა უნდა როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს, რომელიც ყველა ქალბატონის დაუძლეველი პრობლემაა და როგორც სტუდიაში შემოსვლამდე ვილაპარაკეთ, ცელულიტმა არ იცის არც წონა, არც ასაკი და მინდა გაგიმხილოთ, რომ მეც ვებრძოლე ცელულიტს მესამე ფეხმძიმობის შემდეგ მომიმრავლდა და ხელით მასაჟის და აპარატურული პროცედურების საშუალებით 10 სეანსში დავამარცხე ის, რაც ყოფილა თურმე ძალიან შედეგიანი და ამ საკითხზე სალაპარაკოთ ბევრად უფრო სიღრმისეულად და კარგად მოგვიყვება ჩემი სტუმარი ექიმი რეაბილიტოლოგი შალვა აბულაძე. გამარჯობა შალვა და ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. გამარჯობათ, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. და გისმენთ. პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, მოდი ჯერ დავიწყოთ მასაჟით. რა სარგებელი მოაქვს მასას და განსაკუთრებით ასაკოვანი ქალბატონებისთვის რა ტიპის, რა სახეობის მასაჟი შეგვიძლია გავიკეთოთ? მასაჟი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმედება ადამიანის სხეულზე, რომელსაც პირველ რიგში მოაქვს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. მასაჟი ზოგადად ჩვილობის ასაკიდან იწყება, არის ბავშვთა მასაჟი, არის მოზარდობის პერიოდში მასაჟი, არის ის მასაჟები, რომლის დროსაც ბავშვები მაგალითად ზრდის პროცესში ხერხემლის გამრუდების საწინააღმდეგოდ გამოვიყენებთ. მასაჟის მრავალი სახეობაა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში და საკმაოდ კარგად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება იმ კითხვას და იმ ყბადაღებულ თემას, რომელზედაც მთელი მსოფლიოს ქალბატონები განიცდიან, ფიქრობენ და არის ამოუხსნელი თითქოს ამოცანა, ეს ამოცანა დღეს ნაწილობრივ გადაჭრილია. რო ვთქვათ 80-90%-ით გადაჭრილია. ცელულიტს გულისხმობთ კი. ეს ცელულიტი ზოგადად განმარტოთ რა არის. ცელულიტი არის შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე, რომელიც სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. ცელულიტმა არის ის თქვენივე თქმით, არის ის ასაკი, არის ის მოცემულობა იმისი, როგორ გამოიყურება და რას მიირთმევს და როგორ არის. სპორტსმენებში ხშირია ცელულიტის ჩამოყალიბება და იმ შემთხვევაში, როდესაც არის ჩვეულებრივ ორსულობის პერიოდი, ამ დროსაც ჩნდება ცელულიტი. შეიძლება საერთოდ არ იყოს დამდგარი ორსულობა, მაგრამ ცელულიტი ჩამოყალიბდეს ქალბატონის ორგანიზმში. რითი ვებრძვით ახლა ამ ცელულიტის და რა არის გადამჭრელი ფაქტორები. არის პირველ რიგში ხელით მასაჟი, რომელიც ანტიცელულიტური მასაჟით სახელით არის ცნობილი. ეს მასაჟი განსხვავდება ყველა იმ დანარჩენი მასაჟისგან, როგორც არის სამკურნალო, სარელაქსაციო, თქვათ მანუალური და ასე შემდეგ. სასურველია ასეთ დროს ჩატარდეს 10-15 პროცედურა ერთჯერადად რაღაც დროის მონაკვეთში და შემდეგ მოხდეს შესვენება. არის ინდივიდუალური შემთხვევები, რომლის დროსაც თქვათ 10 კომბინირებულ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ კარგი შედეგი, მაგრამ საჭირო გახდეს კიდევ განმეორებითი პროცედურები. რაც განპირობებულია იმით, რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. ის ფაქტი, რომ მე მქონდა შედეგი, აი ჩემ მეგობარს არ ქონდა და ასე შემდეგ, ეს ცოტა ისეთი მომენტია, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე არის სხვადასხვა და შესაბამისად ეს განსაზღვრავს იმას, რა დოზით არის ცელულიტი და მასთან ბრძოლის მეთოდებს. მეთოდებს რაც შეეხება, აქ არის უმნიშვნელოვანესი ის, რომ სანამ ჩვენამდე მოაღწევდა ეს აპარატურული პროცედურები, რაც დასავლეთ ევროპაში დაინერგა და მერე ჩვენთან გადმოვიდა, ჩვენ მას ვებრძოდით ხელით. და შედეგები გქონდა. მაგრამ როდესაც ჩვენთან შემოვიდა ეს აპარატურული პროცედურები, ამან ფუნდამენტალურად შეცვალა ხარისხი ამ ცელულიტთან ბრძოლის, უკეთესი შედეგები მივიღეთ, რამაც განაპირობა ის, რომ
დაუშვათ ულტრაბგერის გამოყენების შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხდება 20-25% უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მარტო ხელით მასაჟი. რაც ხელს უწყობს იმას, რომ როდესაც სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და თითეულ უჯრედის წვერამდე აღწევს ეს იმპულსი, ამის შემდეგ ხდება მიძინებული კაპილარების გამოღვიძება, რაც სტანდარტულად ეხმარება ცეულიტებს ალაგებაში და უკან დახევაში. ყველაზე მთავარი ისაა, რომ აღარ პროგრესირებს და ეს არაპროგრესირებადი ცეულიტი მოგეხსენებათ, რომ სიმშვიდეს მოუტანს ხოლმე ქალბატონებს და თავს თავდაჯერებულად აგზნობინებს. თქვენ ახსენეთ ასაკობრივი ზღვარი და ეს ასაკობრივი ზღვარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენ ასაკობრივ ზღვარს რომ მივყვეთ და მივდიოთ, ეს არის ესე ჩაშლილად რო ვთქვათ, აი ავიღოთ 18-დან 30 წლამდე გოგონები, რომლებიც უფრო აქტიური ცხოვრების წესით არიან, იქ სტუდენტობა, ცეკვა, რაღაცა თემები. აი, როდესაც უკვე ვთქვათ, ქორწინებაში არიან, ბავშვი რაღაცა უკვე სახში ჩდებიან, იქ კომპიუტერთან მუშაობენ, ეხლა დისტანციური მუშაობა შემოვიდა, პანდემიის შემდეგ უფრო იმაში აღარ უწევთ ეს გარეთ-სიარული და რაღაცა, ეს უმოძრაობა გარკვეულწილად განაპირობებს მის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას. ანუ სულ უნდა ვიმოძრაოთ. აუცილებლად. მოძრაობა არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს ნებისმიერ ადამიანს. ამის შემდეგ უკვე გადავდივართ იმ პერიოდზე, როდესაც არის ბავშვების ზრდის პროცესი, ორსულობის პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხო, რომელიც აი მართლა როგორ ამრავლებს ცელულიტს. ამრავლებს ცელულიტს და მათ შორის რაქნას ეხა დედა. მაგ დროს მოძრაობა არის ცოტა შეზღუდული კი მართალია. ზოგს როგორი ორსულობა აქვს, ზოგს როგორი ორსულობა აქვს და აქედან გამომდინარე დამოკიდებულია იმაზე და ამ დროს მაქსიმალური ყურადღება ჭირდება ქალბატონებს, რომ მათ როგორც კი დაასრულებენ ორსულობას, მხარდაჭერა კონდეს იმის, რომ თავისი ძველი ფორმები აღიდგინოს. ამ ძველი ფორმების იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე. უნდა მიაკითხონ ნებისმიერ იმ კომპეტენტურ მასაჟის იმ ესეთიკურ ცენტრს, რომელიც პასუხს აგებს მათ სხეულის უწინდელ მდგომარეობაში დაბრუნებაზე. როდის ვაკეთებთ ხოლმე ამ ზოგადად უკან დაბრუნებას 9 თვის პერიოდი ხო არის ეს იმის რა ქვია ორსულობის კი 9 თვის პერიოდი იგივე გზა უნდა გაიაროს უკან ანუ 9 თვის შემდეგ -9 მაგრამ ჩვენ ამაში ვეხმარებით უკვე საკეისრო შემთხვევაში 90-მე დღიდან და ჩვეულებრივი მშობიარობის დროს ვეხმარებით უკვე მე-40-55 დღიდან რო დავიწყოთ პროცედურები და ძალიან სწრაფ შედეგებზე გავდივართ, როდესაც ჩვენ უკვე ლაქტაციის პერიოდის დასრულებისკენ მივდივართ. თითქმის უკვე ფორმაში გვაყავს გოგონები. პაციენტი. და ერთი ხათ შეკითხვა გამიჩნდა აი მუცელზე საკეისროს კვეთა ახსენეთ. მუცელზე ხანდახან ამბობენ რომ არ შეიძლება მასაჟი, მაგრამ ალბათ მითია ეს ხომ? აქ არის პირველ რიგში მითია, მაგრამ არის გამონაკლისები, რომლის დროსაც ჩვენ გინეკოლოგის და ვინც ნაკერს აკეთებს ზოგადად აი იმ კოლექტივს ვეხმარებით ხოლმე, რომელიც რეკომენდაციას გაცემს, რისი გაკეთება შეუძლია მასაჟიც. ამისთვის დგება კომუნიკაცია პირდაპირ, ზოგჯერ ჩვენ ვავალებთ ხოლმე გოგონას, რომ მოგვცეს ეს რეკომენდაცია, როგორ ვიმუშაოთ, ან უშუალოდ პირდაპირ კონტაქტზე გავდივართ და ვუკავშირდებით, რომ ჩვენი კოლეგიალური ურთიერთობით ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ძალიან კარგად და სადაც დასაშვებია ვაკეთებთ, სადაც შეზღუდვა გვაქვს, იქ მცირედი ჩარევით ვაკეთებთ. მოკლედ ეს არ არის ამოუხსნელი ამოცანა. ძალიან კარგი. კიდევ ერთი პრობლემის შესახებ მინდა კითხო შაკო, რომელიც აწუხებს განსაკუთრებით ასაკოვან ქალბატონებს, ეს არის შეშუპება. აი, როდესაც უსივდებათ ფეხები, სხვათა შორის მე ეგ პრობლემა არ მაქვს და ძალიან მიხარია. აი ამ შეშუპებას რა იწვევს და ანუ მასაჟით ალბათ შესაძლებელია ამასაც ვებრძოლოთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განზოგადებული თემა არ არის ეს უკვე მოცემულობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თავში დაწვით, რომ ასაკობრივი ზღვარი გარკვეულ შეზღუდვებს მერე გვიწესებს, ხო? მოდუნებული ცხოვრების წესი ზოგადად იწვევს შეშუპებას. ეს პირველი ფაქტორი. მეორე ფაქტორი, ეს არის საკვები პროდუქტები, რომლებშიც ბევრია ის ტოქსიკური ნარჩენები, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ლაგდება. რადგანაც არ ხდება მოძრაობა და ტოქსიკური ნარჩენების რაოდენობა გროვდება ორგანიზმში და მის უტილიზაციას გადამუშავებას ვერ ახდენს ორგანიზმი, შესაბამისად ორგანიზმი იჭერს წყალს. ეს დაჭერილი წყალი გადადის ლიმფაში, რაც ფეხების შეშუპებას და
დასიებას კიდურებში განსაკუთრებით გამოიხატება ხოლმე. აქ ეხლა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? ჩვენ ხშირად ვაწყდებით ხოლმე რომ ესეთი ადამიანები ერიდებიან წყლის მასს, შემაშუპა. სვავენ არასწორ რაოდენობას, ანუ იმაზე ნაკლებს მიირთმევენ ხოლმე, როდესაც მას ჭირდება ვთქვა 2 ლიტრი წყალი და ის მიირთმევს 1 ლიტრად წყალს. ამ დროს ორგანიზმი გადადის ავარიულ რეჟიმში. რას ნიშნავს ეს? ის ფიქრობს მუდმივად უჯრედი, რომ ეს მე არ მომაწოდებს მე წყალს და იმ წყალს ინახავს, იტოვებს და არ ხდება მისი გამოყოფა. ეს 2 ლიტრი წყალი უნდა მივირთვათ ყოველ დღე რა არ არის ეს 2 ლიტრი წყალი არ არის გულში შემუშავებული მეთოდი. ანუ მაგის ფორმულირება არის შემდეგნაირად. 30 გრამი წყალი ჭირდება 1 კილოგრამ სხეულს. ჩვენ თუ ამას ზუსტად გადავიანგარიშებთ ლიტრა 800-დან 2 ლიტრამდე ავდივართ და ზოგჯერ იმაზე მეძე ხა გააჩნია 30 გრამი 1 კილოგრამზე. დაახლოებით ესეთია ფორმულირება. და იმ ქვეყანაში, რასაც საქართველოს ქვია, ჩვენ გვაქვს უამრავი და ძალიან გემრიელი წყალი. გულისხმობ წყალს და არა მინერალურ წყალს. მინერალური წყლის დალევა დასაშვებია დოზირებულად და არა იმაზე მეტი, ვიდრე მას რეკომენდაცია აქვს, იმიტომ რომ მაღალი მინერალიზაცია არის ბევრ ჩვენს უნიკალურ წყლებში და ეს არ არის აუცილებელი წყურვილის მითით დაკმაყოფილება, რომ ეხა მე ავდგები და რომელიღაცა მინერალურ წყალს დავლებ, ნუ იმას ვერ ვსვავ ჩვეულებრივ წყალს. ჩვეულებრივ წყალში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ლიმონი, გავაკეთოთ შობილოთ, მივირთვათ, რაიმე ჩაი მოვიფიქროთ, ოღონ არა შაქრით. და იმით მივირთვათ ეს წყალი. აი რაღაცა შევცვალოთ იმის მიმართულებით, რომ აი მტკნარ წყალს თქვათ ვერ ვსვავთ, ვერ მივირთმევთ, ხო? ამიტომ საჭიროა რაღაცა გრაფიკის შემუშავება და ასე შემდეგ. სასურველია წყლის მირთმევა დილიდან სადღაც 6-7 საათამდე. მერე თუ მოგწყურდება მხოლოდ მაშინ ვამატებთ, თუ არა დღის ნორმა უნდა შევავსოთ ის 2 ლიტრამდე წყალი. რომ მე ორგანიზმს გქონდეს თავისთვის მოსვენების და დასვენების უნარი და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ჩამოთვლილ ამ იმას, მოდი შევაჯამოთ, რომ რა არის ეს შეშუპების მომენტი. ასე იგი, და გამომრჩა ძილი. ძილი არის აუცილებელი ფაქტორი, მაგრამ ყველას გვაკლია. ეხლა არის ასეთი მოცემულობა, რომ ბევრი გოგონა, ქალბატონი მუშაობს დისტანციურად, ძალიან ბევრს კითხულობ და ვეძიები და მარტო შლი ესე სიღრმისეულად. ანუ ეს ადამიანები მუშაობენ კომპიუტერებზე, დისტანციურად სხვა ქვეყნებში, უწევთ ღამის გათენება, დილით მერე ოჯახი მისახედი და ანუ მთელ რიგ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ როგორღაც უნდა გამოვნახოთ დრო, რომ რაღაცა დოზით მაინც ძილი შევივსოთ. რამენაირად უნდა მოვახერხოთ ეს და ასევე არის ერთ-ერთი განმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის დროსაც აი ძალიან კარგი შედეგი გვაქვს სეირნობა ფეხით. საკუთარ სკვერში, საკუთარ ეზოში, სახში ვიარე, სახში სიარული არ არის მნიშვნელოვანი. გარეთ ტემპერატურული ცვლილება, როგორც კი გარეთ გამოვდივართ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობას იძენს ჩვენი ორგანიზმი. რთავს რა იმუნურ სისტემას, იზღუდება ნიტრატებად ძილის წინ გავისეირნოთ ხო? სასურველია ეს ძალიან სასიამოვნოა. ნახევარი საათით ფეხით სიარული ძილის რეჟიმს აბსოლუტურად აწესრიგებს და ძალიან კარგად გვძინავს. ეს არის ძალიან კარგი. ეხლა ამ შეშუპებასთან ბრძოლა როგორ შეგვიძლია? მასაჟი ძალიან კარგი საშუალებაა შეშუპებასთან ბრძოლის. ეხლა ძალიან კარგად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ბოლო 15-20 წელიწადია საქართველოში და უფრო მეტი დასავლეთ ევროპაში და აზიურ ქვეყნებში პრესოთერაპიამ. და ამ პრესოთერაპიის საშუალებით კურსები ტარდება ჩვეულებრივად 10, 15, 20 პროცედურას იტარებენ ქალბატონები, რაც აბსოლუტურად ამცირებს, ანელებს ამ შეშუპების პროცესს და ძალიან კარგ შედეგებზე გადიან. არიან პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შემოდგომა გაზაფხულზე ამ პროცედურებს იტარებენ. მაგრამ ყავს ისეთი პაციენტები, ვინც ფრენის შემდეგ იტარებენ. კი, ფრენა ძალიან აშუპებს კი. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ ხოლმე ძირითადად, რომ აი ეს არის ელასტიური კეტრების საშუალება იყიდება ჩვენს აფთიაქებში, სადაც შეუძლია ნებისმიერმა შეიძინოს და ფრენის წინ ჩაიცვას და გამოიყენოს, ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა, სასურველია მივმართოთ სახში ამის მკურნალობასაც. ეს მკურნალობა არ არის რთული და ამისთვის საჭიროა ავწიოთ ფეხები მაღლა, ჩვენთვის კომფორტულ გარემოში, საძინებელში ასე შემდეგ, რომ
15-20 წუთი დავისვენოთ და მივცეთ საშუალება ორგანიზმს რომ მოვდუნდეთ და მოდუნების შემთხვევაში აი ნებისმიერმა ადამიანმა ცადოს გააკეთოს 15 წუთი დაუთმოს თავის საკუთარ დროს პირადში მომწეროს და მითხრას რომ აი შედეგი არ მქონიაო მე აუცილებლად მივშევარდინებ ესეთი მარტივი ხერხი მართლა ყველა უნდა გავაკეთოთ რაღაცებს ვუყურებთ ხოლმე ესე შორიდან რომ აუ ეს როგორ შეიძლება რომ ესე მოხდეს და არ არის ესე სასურველია ზოგადად რომ მინიმალური რაღაცეებით ჩვენი საკუთარი თავს მივხედოთ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ დავაკონკრეტოთ ახლა სასურველი წყლის სმა რა საკმარისი რაოდენობა ფეხი ცეირნობა და ძილის მოწესრიგება და ეს ელემენტარული რომ საღამოთი მოდუნება შევძლოთ 9 საათი მაქსიმუმია და 15 წუთი მაინც ეს არ მაშობა რა ქვია ძილის რეჟიმთან არაფერ შუაში არ არის დაძინებამდე თქვა და მე გააგზელეთ თქვენი საქმე უბრალოდ ეს 15 წუთი ძალიან მუსიკას მოусმინე იმ 15 წუთის მანძილზე არის ახლა მაგის საშუალება ჩვეულებრივ ყურსასმენებით წამოუწვეთ კარგად გემრიელად მუსიკას მოусმინოთ დავრელაქსეთ და ჩვენთვის ვიყოთ ჯერ მინდა აღვნიშნო რომ ჩემ გადაცემაში შაკო პირველი სტუმარი მამაკაცია და ძალიან მიხარია იმედია რომ ამის მერე მამაკაცებსაც ხშირად მოვიწვევ და ეხა მინდა გკითხო შაკო რაც ძალიან ტრენდულია ეხა 4 ხელში მასაჟი ანუ როგორ კეთდება ეს და უფრო სასარგებლოა ვიდრე 2 ხელში თუ აი რა ხდება ამ დროს რა შეიძლება ითქვას ეხა 4 ხელში მასაჟზე 4 ხელში მასაჟი არის კარგად გაწვრთნილი 2 მასაჟისტის ტანდემი მანდ არ შეიძლება ერთი იყოს სუსტი და მეორე ძლიერი ორივე უნდა იყოს თანაბარი, რაც ძალიან კარგად უნდა აღინიშნებოდეს და გრძნობდეს პაციენტი, რომ თანაბარია ხელის ზეწოლა და მიახლოებული არის სინქრონთან. იმიტომ რომ ეხა 100%-იან სინქრონს რობოტებიც ვერ ასრულებენ, ეხა ორ ადამიანო როგორ შეიძლება ეს შეასრულოს. 4 ხელში მასაჟი კეთდება როგორც სარელაქსაციო, ასევე კეთდება ანტიცელულიტური და არ ვიცი, ძალიან კარგი შედეგებია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ერთი ადამიანს იგივე საკეთებს, რაცაც ორი. უბრალოდ დროში იგებ და ეს არის მეტი არაფერი. ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მარკეტინგული ხრიკი იყო ადრე რომ ვთქვათ 4 ხელში მასაჟი და რაღაცა. ძალიან კარგია, მივესალმები. ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი და ბევრი მაქვს 4 ხელში გაკეთებული მასაჟი და ვაგრძელებთ მიმართულებას. მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც დაიწყო 4 ხელში მასაჟი. კი, ვაკეთებდით. ამას ყველაფერს და კარგი შედეგები, ძალიან კარგი შედეგები მოაქვს და რა ვიცი, მე ძალიან მოხარული ვარ ყველა იმ ორი სპეციალისტის, ვინც იქნება ის, ყველას დიდ პატივს ვცემ, ვინც ამ სინქრონს მიაღწევს, ისე რომ პაციენტი იქნება კმაყოფილი. კმაყოფილი, ხო, სანახაობრივათაც უფრო საინტერესოა შოუსავით არის, კი, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, ეს ჩემ თავზე მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მაღალი ქუსლებიანი ფეხსაცმელი და რა თქმა უნდა ხშირად მოვიხმარ, ხშირად კი რა თითქმის სულ მოვიხმარ და ის სულ მესმის რაღაცა რომ ვაიმე, სულ არ შეიძლება ქუსლი, ხერხემალს დაიზიანებ, ფეხებს დაიზიანებ. აი რამდენად, რა ვიცი, რამდენად სახიფათოა ეხა ეს. მოდი ესე ვთქვათ ეხა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია რომ იმოძრაოს ქუსლებზე და ამაში გრძნობს კომფორტულად თავს. ხო, ძალიან კომფორტულად. იმოძრაოს. მაგრამ არის აქ ქუსლის სიმაღლეები განსაზღვრელი. ეხა ძალიან მაღალ ქუსლზე დიდხანს სიარული ცოტა დამღლელია. მაგრამ ის კომფორტული ზომა, რომელიც მიგნებული აქვს ადამიანს, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ იმოძრაოს და ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. აქ საზიანო არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ვაიმე, გაიხარეთ, შაკო და ნუ რა ვიცი, მომეშვა გულზე. და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო ესეთი საინტერესო საუბრისთვის და აუცილებლად იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მოხვალთ ჩვენთან. აუცილებლად გეწევთ და გაგიზიარებთ საინტერესო რჩევებს პროცედურების შესახებ და რა ვიცი ძალიან კარგად აახსნი ყველა დეტალს რაც შეეხება რომ ადამიანებმა საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები შექმნა და არ იყვნენ ჩაკეტილები რომ ეს მაინც არ გამოვა. ყველაფერი გამოვა თუ ამოვწდით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ.